თელავში ყოფილი პოლიციელი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით ბახტრიონის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ბექა აბულაძეს ავტომატიდან საკუთარ სახლთან ესროლეს. 26 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. აბულაძის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა გარდაცვლილის პოლიციაში მუშაობის პერიოდს უკავშირდებოდეს. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სამართალდამცველებმა დამნაშავის დასაკავებლად რეიდი განახორციელეს. რამდენიმე საათის განმავლობაში თელავის ყველა შესასვლელი საპატრულო პოლიციის მიერ კონტროლირდებოდა. თუმცა როგორც ცნობილია, საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. ავტომატი. სროლის ხმარამდენჯერ გაიგეთ, რამდენჯერ იყო რა დროი. ერთი ჯერი იყო, 4. შეიძლება რომ მიზეზი იყოს. იმასთან კონფლიქტი ჰქონდა თუ არა. ეს შეიძლება მის პოლიციაში მუშაობის პერიოდს უკავშირდებოდა. შეიძლება. გავიგეხმა გამოგვადის დაგვიდო შარვალი გადავიცე და გამოელიდა. გლია კაცი. ეგ მეგობარი ჩემი და შეიძლება და ვინ არის მე თქვის ეს რომ ბექა არისო. და გავიგე ისიც რომ მანქანის ხმა სროლის შემდეგ რომ აი ადგილიდან სწრაფად აი კაც არის ამოფხატინი რაღაც. აღნიშნეთ